მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო, გულშემატკივრებო. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გამომწერები, გვიყურებთ ყოველ 4 შაბათს. დანარჩენ დღეებში ვდებ ხოლმე მინი ბლოგებს ჩემი ცხოვრების შესახებ. მაგრამ დღეს გადავწყვიტე ჩავწერო სრული ეპიზოდი მარტო ჩემი გუნდის გარეშე. Crossfinger ყველაფერი გამოვა. უბრალოდ ამ შანსს ვერ გაუშვებდი ხელიდან. ამ 60-ში აფრიკაში აღმოჩნდა რომ ცხოვრობს ერთი ქართველი ქალი. ავს აფრიკელი მეუღლე და მოღვაწეობს ამ 60-ში. როგორ გაუშვებდი შანსს ხელიდან რომ არ დავკავშირებოდი მას და ჩამეწერა ინტერვიუ მასზე. ზოგი ჩაწერდა აქაურ ცხოვრებაზე, როგორია აფრიკული ცხოვრება მისთვის. მე მაინტერესებს რა სირთულეები, რა სიკეთეები, რომელი თავისუფლების სურვილი ამოძრავებდა მას, რა მოიყვანა აქამდე, რა დაბრკოლებები შეხვდა და როგორ გადალახა ისინი. ჩემი სტუმარი იქნება ნათია და ცოტა ხანში მან გამომიგზავნა motorbike ჩვენ წავალთ და ჩავწერთ ძალიან მაგარ ინტერვიუს. And wait what? აუცილებლად ძალიან მაგარი უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს. Hi, Saidi, წაგვიყვანოს ნათიასთან. Yes. Who is Natia? You know her? Rafiki Natia. Ah, okay. Yeah. Rafiki Natia, you call it like that? Okay. როგორც გითხარით, დღეს ვწერთ ჩემი გუნდის გარეშე. არის დიდი პასუხისმგებლობა და ნათია, ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთი საყვარელი ხარ და დამთანხმდი, რომ აი ესეთ უბრალო პირობებში ჩაგვეწერა. მოვიყევი შენ შესახებ. ვინ ხარ? აქ რა გინდა? ამ 60-ში როგორ ცხოვრობ და ყველაფერი. პირველ რიგში კარიბუ ზანზიბარ. Welcome to Zanzibar. ამ ხიარ ულამაზეს კუნძულზე, რომელსაც აქვს თავის დადებითები, თავის ფაქტიურად უარყოფითებსაც ვერ ვიტყვი, იმდენად ჭარბობს დადებითი. მე ვარ ნათია ალექსიშვილი, ერთ დროს მოგზაური ვიყავი, ამ ეტაპზეც ვარ, უბრალოდ ცოტა შევჩერდი, შევფერხდი, შევპაუზდი ზანზიბარზე 3 წლის განმავლობაში უკვე მე-4 წელია. იმ დროს, როდესაც მთელი კორონის პერიოდში 2021-ში დაიხურა მსოფლიო ტურისტულად, ზანზიბარი იყო აქტიური. საკმაოდ არაფერი შეის არ შეეხოთ, შეზღუდვა არანაირი. პირველად ვიმოგზაურე 2021 წლის მარტში, 9 დღე ვიყავი და მივხვდი, რომ რაღაცა ფლაც სწორედ ვერ ვნახე, ზანზიბარი არ მეყო. და ერთი თვის მერე ჩამოვედი ერთი თვით, ჩემი ლეპტოპით, ჩემი ონლაინ სამუშაოთი. და ისე შემოყვარა თავი ამ კუნძულმა, რომ ზოგადად ოდით გამომიყვარდა ძალიან ოკეანის პირას ცხოვრება, ზღვის პირას ცხოვრება, ჩემი ოცნება იყო და ამ კუნძულში დავინახე ის ყველაფერი ერთად, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხალხი. იმიტომ რომ რაც არ უნდა ლამაზი იყოს ინდოეთის ოკეანე და ამ უწურავი სადაც ცხოვრობ, პირველ რიგში გარემოს აქვს მნიშვნელობა და ხალხს. ხალხი არის და ხალხზე შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო. აქაურ ხალხზე რო ერთი წამით ვერ ვგზნობ, რომ მე ვარ ჩემი სამშობლოდან შორს. ხალხი მეორე ის რომ საოცარი ოკეანე და საოცარი სანაპიროები, რომელსაც თქვენ ახალ ჩამოსული ხართ და ნელ-ნელა გაგაცნობთ აქაურობას სრულად. ბუნება საოცარი და მუსიკა, აფრომუსიკა. მუსიკაზე მეკეთება მუსიკოსი ხარ, ყოფილი უკვე, გადასული უკვე. კი ბატონო, ცოტა ხო გადართული უკვე შემდეგ სხვა სპეციალობებში, თუმცა მუსიკოსი, კი ყოფილი მუსიკოსი, ძალიან ჩემთვის პრიორიტეტია ხალხი, მუსიკა, უმაგრესი სანაპირო და ეს კომპლექსში ყველაფერი მე მუდმივად სითბო. და არა შემოწუხებელი სითბო, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ზანზიბარში ტემპერატურა მერყეობს 24-დან 30 გრადუსამდე, ანუ არ იცის აქ დუბაიუი სიცხეები, ან რაღაც რადიკალური სიცხე და რადიკალური სიცივე. არ მიყვარდა ზამთარი ჩვენთან თბილისში, განსაკუთრებით თბილისში ვცხოვრობდი და ეხლაც მაქვს ბინა იქ, მაგრამ აი ზამთარი სასტიკად არ მიყვარს თბილისში. და შესაბამისად ვიპოვე ჩემი ასე ვთქვათ მეორე სახლი. იცი რა მაინტერესებს, თუ გქონდა თავისუფლების სურვილი, რაღაცები არ გაკმაყოფილებდა საქართველოში, გინდოდა რომ სხვანაირი ცხოვრება გქონოდა, იმიტომ რომ საქართველო არის ცოტა პატრიარქალური ქვეყანა, მეც მოგზაური ვარ და მეც ხშირად მჭირდება რომ გავიდე საქართველოდან, იმიტომ რომ ვიგრძნო თავი უფრო თავისუფლად, უფრო ბედნიერად. შენ შემთხვევაში თუ იყო ეგრე?
მე ზოგადად სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ყველგან თავისუფლად ვენიერად გრძნობ თავს და ჩემ ქვეყანაში რა თქმა უნდა. თუმცა ეხლა აი რაც უფრო დიდი პერიოდის გატარება მომიწია აქ, აი ხალხს რომ ვადარებ, ძალიან ძიმეები ვართ აქედან ამ გადმოსახედიდან. ისე კიდე ვერ აღიქვავ, აი რომ გამოერიდები და 2-3 თვე საკმარისია რომ მოშორდები გარემოს, მიხვდები რომ ძალიან ძიმე აურაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა გვაქვს ულამაზესი, პატარა ქვეყანაში აი ამდენიმე მოგზაურია და ესე რომ ამ პატარა ტერიტორიაზე ესეთი მრავალფეროვნება ქონდეს, რაც საქართველოს აქვს, ცოტა ხალხს ჯერ ფსიქოლოგიური, ну სტრესი Facebook-ს ასკროლავ, სტრესი, ყველგან სტრესი, მაგრამ ამას თვითონ იქ რო ხარ ჩართული, თითქოს ისე ვერ აღიქვავ. მერე რომ გამოდიხარ და აი ამ ჰაკუნა მატატა პოლიტიკა ფილოსოფიას ხვდები აქ და ხედავ ხალხი რეალურად როგორ ცხოვრობს და რამდენად ბედნიერია, ბევრად ჩვენზე უარესად ცხოვრობენ და ბევრად ჩვენზე ბედნიერები. ბევრი რაღაც გადავაფასე ცხოვრებაში. სხვათა შორის მარტო მე არა, ჩემი სტუმრებიც რო ჩამოდიან, პირველი დღე ყველას კითხვა ისმის, მათ შორის თქვენი კითხვაც იყო, აი, როგორ ძლებ? ჯერ იქნა დავიწყოთ, რომ არ ვარ გასაძლებად ჩამოსული, ანუ მომეწონა გარემო და იმიტომ ანუ რაღაცამ არ მომიწია, აი ზოგს აქვს გარემო. გაძლებაზე ვართ ცხოვრებას მიჩვეული და მგონია როგორ ანუ აქ არ ჩამოსულ ვარ ბიზნესის შესაქმნელად, აქ ანუ არ გამოვცელულ ვარ ქვეყნიდან, ანუ მომეწონა, მომინდა ჩემ ლეპტოპს ჩავკიდე ხელი და ონლაინ საქმით წამოვედი აქეთ, ანუ და ჩემი ესეთი აფრიკული ხუხულჩიკები, სახლუკები ჩავიდგი. განახებთ მე სახლებს. მაინტერესებს, მოდი ვუთხრათ, ვინც არ იცის, რა არის ჰაკუნა მატატას ფილოსოფია? ჰაკუნა მატატა ესე ცოტა უხეშად რო ვთქვა და პირდაპირ ცოტა ისე გამომივა, მაგრამ აი ვიტყვი, ქართულად ძალიან კარგად ჭერს და აიკიდე მოგეშვება. ანუ, ნუ უცხოელები რაც კულტურულად არ მიო, no worries, მაგრამ რეალურად პირდაპირ be happy, კი, იმიტომ რომ ამ ხალხს აი რატო გაყვარებენ უფრო თავს. აი თქვენც ნახეთ, თქვენ თავად 5 ვარსკვლავიან სასტუმროში იმყოფებით ამ მომენტში, პირველი ზოლი ძირითადად ამ უიკენდოს სანაპიროს უკავია 5 ვარსკვლავიან რეზორტებს. კონტრასტების ქვეყანაა. ამ 5 ვარსკვლავიანი და ლაქშერი სასტუმროების, დიდრული სასტუმროების მიღმა იმალება ხალხი რეალურად როგორ ცხოვრობს, ეს ადგილობრივი სოფლები, როგორც აი სახში მე რო შევიხედე, გული ჩამიგდა, მაგრამ ვერ შევიმჩნიე, იმიტომ რომ ადამიანი მიყურებს იქიდან ბედნიერი სახით. ცოტა მომერიდა, ანუ სხვა ღირებულებები აქვთ აქ ფული არ ნიშნავს ბედნიერებას. რა არის ბედნიერების მთავარი საზომი აფრიკელებისთვის ზანზიბარში? რა ბედნიერებს ყველაზე მეტად? მე ჯერ ის მგონია, რომ საერთოდ ამ ხალხის მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მუსულმანურ სახელმწიფოში ვარ, თუმცა ქრისტიანები ცხოვრობენ და ტანზანია ქრისტიანულია, ზანზიბარს გულისხმობ ამ შემთხვევაში პროცენტულად მუსულმანური სახელმწიფოა მეტად. არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია ჩვენს მიმართ, ანუ არანაირი რელიგიური რაღაც ხაზგასმები. მიუხედავად ამისა, მაინც ვიტყოდი, რომ ამათი ღმერთია მუსიკა და ფეხბურთი. ვარჯიში, ღიაცის ქვეშ ფიტნესი, ხშირად ჩემ პოსტებშიც გამისვავს ხაზი და მქონია ეს პოსტები დადებული, რომ რა ხდება დილით და საღამოს, ეს ხალხი ფიზიკურად იმდენად ჯანმრთელია, რომ მენტალობაზე და ტვინზე აზროვნებაზე აისახება. ანუ შეხედავ ლამაზ სხეულში ლამაზი სული, ანუ მასიურად არიან ჩამოსხმული ტანადები, ვარჯიშობენ, ზრუნავენ და ეთყობა ეს განწყობაზე მოქმედებს. და მეორე მომენტი გვაქვს კიდე, აფრიკა უზარმაზარი კონტინენტია, უამრავი ქვეყნით. ვიტყოდი, რომ ამ ორ ქვეყანაზე, როგორც კენია, ტანზანია, ზანზიბარი, მე რაც მოვლენი მაქვს აფრიკაში, ნუ მაროკოს, ეგვიპტეს არ შევეხები, არანაკლებად აფრიკული. ხალხს არ უჭირს რეალურად. აქ ვინ ჩრომობს, საკვების პრობლემა და ნატურალური საკვების პრობლემა, თევზეული, ტროპიკული ხილი, ბოსტნეული, არავის არ აქვს აბსოლუტურად ოჯახში. ზანზიბარი მდიდარია ასევე ბრინჯის პლანტაციებით, შაქრის პლანტაციებით, ტანზანია ყავის პლანტაციებით, გაზი აქვს ბუნებრივი. ტანზანიის ნაწილში უფრო და იმდენად ბუნებრივად რეალურად ამ ხალხს მოეპოვება საკვები, თა ძალიან შრომელები ფუსფუსები არიან, სამუშაო დღე ეწყებათ დილის 6-7 საათიდან, ასე უკვე სტარტზე არიან. ძალიან ფუსფუსა ხალხია, ფუტკარი ხალხია, შრომელი ხალხია, შესაბამისად ვინ შრომობს, აქ გაჭირვებას ვერ იგრძნობთ. იგრძნობთ, აი თვითონ შეიძლება სახლი ვაივუი რაღაცა დიდულად მოწყობილი არ აქვს და ძალიან შორს არის დიდული მოწყობისგან, მასიურად ვამბობ, თორე ამათაც ყავთ რაღაც გარკვეული ფულიანი კატეგორია. მაგრამ ხალხი იმდენად რეალურად არ უჭირთ, მე მთელი საღამო გამოიშლებიან და ფეხბურთი, ვარჯიში, მუსიკა სანაპიროზე. ამას მე ჩვენ ყველა პერსონალნელა ამას დაგათვალიერებიათ და თავად ანუ რეალურად გამოიმუშავებენ ენდორფინებს, დოპამინებს და არ ჭირდებათ ეს დამატებითი საშუალებები, როგორიც ევროპაში თქვა და ნარკოტიკები და ასე შემდეგ. ისე მაგ კუთხით რა ხდება? იმიტომ რომ ვიღაცა შემოგთავაზეს რაღაცა მინდა გითხრათ, რომ ისევ თუ ეტანებიან აქ ესეთ საშუალებებს, ისევ ჩამოსულები, ტურისტები.
თორე თვითონ ხო ვამბობ ალბათ 90% აბსოლუტურად ჯანსაღ ცხოვრებას, даже წვენს რო ვთავაზობ და სოდას, კოკა-კოლას არ სვავენ წყალი. კვების რაციონში აუცილებლად თევზეული, ქათამი, ბრინჯი, არანაირი ცხიმიანი საკვები, ჯანსაღი ბოსტეული. ჩვენ ფიტნეს ინსტრუქტორებს მინდა უთხრა, რომ ბანანს არ ერიდებიან და გადასარევ ტანებზე იქ რო გვარიგებენ, ასუქებს არაფერიც არ ასუქებს, ბევრს ვარჯიშობენ. ხო, ჯანსაღი ძალიან სწორად არიან, კი სწორად იკვებებიან და თვითონ ადგილობრივები ძალიან ასე ვთქვათ, უხეშად აწვევიან ჯანსაღ ცხოვრებას და ჩამოსულები უფრო ეტანებიან. ხო. იცი რა მაინტერესებს კიდე სტაფი, მომსახურე პერსონალი ძალიან მეგობრულია, თან ყვებიან და იგივე მომსახურებას როცა ევროპაში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ვიღებ, სულ მგონია შეგრძნება მაქვს, რომ ისინი მხოლოდ ფულის გამო აკეთებენ ამ ყალბღიმილს და ყალბსიყვარულს და აქ როგორ არის? აქ მართლა ესეთი საყვარლები არიან თუ ცოტას აქაც აყალბებენ? დღეს დაგპატიჟებთ ჩემს ნავზე, სადაც იქნება ბევრი ადგილობრივი და ასე ვთქვათ, აფრიკულად გავერთობით აფრომუსიკის ქვეშ, მზის ჩასვლით დავტკბებით და თქვენ თვითონ ნახავთ, ალბათ გვექნება მერე კადრები, რამდენად ეს ღიმილი ყალბია თუ რეალური. დიდი კონტრასტია, ანუ ევროპელებს არ შევადარებ, საერთოდ მე ევროპის მერე რო ვიმოგზაურე და ასე ვთქვათ, მოვიწამლე აზიის ქვეყნებით, აფრიკის ქვეყნებით, ევროპისკენ აღარ გამიხედავს, იმიტომ რომ პირდაპირ იგრძნობა იმით ფეიქ ღიმილი, თუნდაც მოსახლეობის სასტუმროს პერსონალზე არაა საუბარი, მხოლოდ ზრდილობის გამო რო გიღიმიან. აქ სხვანაირი ხალხია. აქ ან გულით უყვარხარ, ან საერთოდ თუ თქვათ შენას ზარე თანხმება, არც გეკამათება, იბუტებიან და მიდიან. ნათი, აქაურ კულტურა გეკამათებიან, ანუ აქაურ კულტურაზე და ხალხზე შეიძლება რომ ადამიანებმა დაგუგლონ და ნახონ. მე მინდა რომ შენზე მოგვიყვე იმ ღირებულებებზე, რომელიც ყოველთვის გქონდა და შემდეგ აქაურობას დაემაჩა თითქოს. მაინტერესებს შენმა ოჯახმა როგორ მიიღო ის, რომ აქ გადმოხვედი საცხოვრებლად, შენ მეგობრებს რა რეაქცია ჰქონდათ, თუ გაუკვირდათ, თუ უმდენად თავისუფალი იყავი, რომ შენგან არ იყოს ისეთი მოულოდნელი, რომ იცი რა, დედა, მამა, ან არ ვიცი, მეგობრებო, მე მივდივარ აფრიკაში უნდა ვიცხოვრო. როგორ მოხდა ეს? როგორ მოხდა, იცი, ჯერ ეტაპობრივად მოხდა და ეს ერთი ხელის მოსმით არ წამოვსულა რაკეთან, მივდიოდი. ყველაზე დიდი ხნიანი ჩამოსვლა, ასე ვთქვათ, ამ ბოლო ჩამოსვლა უკვე წელიწადი ხდება, რაც აქ ვარ. ოჯახს რაც შეეხება ბავშვობიდან 14 წლიდან ჩემი სამსახური, ჩემი სწავლა, იციან რომ დამოუკიდებელი ტიპაჟი ვარ და რამეს თუ ვიტყვი, ესე იქნებოდა. რა თქმა უნდა, ოჯახი მენატრება მიყვარს და ახლა არიქ არ გახარებიათ რომ შორს ვარ, მაგრამ ცოტა ეს ვიდეო კოლი და დღევანდელი ტექნოლოგიებიც გვეხმარება ამის გადალახვაში. მეგობრებს არ გაუკვირდათ, იმათ უიცოდნენ რომ მე რაღაცა აი თუნდაც აქ დაოჯახების მომენტი და ადგილობრივზე და რაღაც აი მაგაზე ვისაუბრებთ? სიურპრიზი დიდად არის, ხო? ვიცოდით რომ გიჟი იყავით და რაღაც გიჟობას გააკეთებდი. ნუ საქართველოში ეს გიჟობა ითვლება, ახლა მთელ სოფლიოში უკვე გლობალიზაცია იმდენად მიდის ეს პროცესები, არავის აღარ უყვირს, მაგრამ ჩვენთან ჯერ რა ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ თავისუფლება მოგეპოვებინა საქართველოში, თუნდაც ის, რომ მარტო მუშაობდი, შენ თანხას გამოიმუშავებდი, აი ეს დამოუკიდებლობა, ანუ ბევრ ადამიანს სურს, რომ განთავისუფლდეს, თუნდაც ქვეყნიდან წავიდეს და დაიწყოს ახალი ცხოვრება. რას ურჩევდი, როგორ მოიპოვონ თავისი თავისუფლება? პირველ რიგში უამრავი სწავლა და განათლება ჭირდება აბსოლუტურად ყველა რა ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყო, როცა ხარ შენი საქმის პროფესიონალი, დიდი რთული გზა გავიარე, არ არის მარტივი, ნერვოზიც ავიქიდე, ასე ვთქვათ, ეხლა აქ ვცდილობ დავმშვიდე. უხელფასოთაც მიმუშავია, სტაჟორათაც უხელფასოდ დიდი ხანი ვყოფილ ვარ, ესეც, ანუ არანაირი ეს თაკილობის მომენტი და კუდაბზიკობა. პროდიუსინგშიც იყავი, ხო? როგორც მითხარი. პროდიუსინგშიც კი ბატონო, თეატრალური დამთავრებული კინოტელეპროდიუსერი კოკა ყანდიაშვილის ჯგუფი ტელევიზიაშიც მუშაობდი, კონსერვატორიაში ლექციებს კითხულობდი და ამჟამად უკვე 18 წელია დაახლოებით თავარი ბუღალტერი ვარ ერთ-ერთი ქართული კომპანიის და ახლა ონლაინ უწევ, ისიც ოჯახივით ვიყავით, ძალიან მიყვარს ჩემი ოფისი და ძალიან მენატრებიან და იმედი აქ ჩამოვიყვან მართლა ოჯახური გარემო, მაგრამ არ ვეთმობოდი და მოკლედ აქეთ ვარ და ეს თუმცა მაინც ერთად მუშაობ და ერთი გუნდი ვართ. რაც შეეხება ბევრი სწავლა, ბევრი შრომა, ბავშვობაში არც კლუბის დრო არ მქონია, არც ანუ არაფრის, სულ წიგნში თავი, საფორტეპიანოზე ვსწავლობ, მე 7-8 საათი დღე უნდა მეკვრა, დღის ღამე თეორიული საგნები, ბევრი შრომა, ბევრი განათლება და ეხლა რა თქმა უნდა ის არ ვარ, რა ქვია, ცოცავი ენციკლოპედია ასე ვთქვათ და ყოველთვის ვსწავლობთ, მაგრამ ვითარდებით, მაგრამ სულ უნდა იყო განვითარებაზე ორიენტირებული. როცა ნახავ რომ უკვე შეგიძლია დამოუკიდებლად დადგე, ერთი რამე უნდა გაითავისოს ყველამ. არავინ არ ვართ ხე, ფესვებით, რომ ვერ გადავადგილდეთ. ყოველთვის თუ მართლა გვინდა სადმე, ან გვინდა რამე გავაკეთოთ, ყოველთვის გააკეთებ თუ მართლა გინდა.
თუ რაღაც არ გამოდის, ესე იგი მთლად გულით არ მინდა. აი რაღაც მანიფესტაციების მსგავსი თუ გქონდა ან თუ წარმოიდგენდი ხოლმე რომ ესე ოკეანის პირას ცხოვრობდი ფათაშორის ეს დღეს შემოვიდა ეს ძალიან მოდაში ეს მანიფესტირება და რაღაც ჩანაფიქრები და ასე შემდეგ. მე ერთხელ დავაფიქსირე ეს როცა ამიხსნეს, საერთოდ არ ვეცნობოდი ამ თეორიას, რომ აი რაღაც უნდა წარმოიდგინო. უბრალოდ ერთადერთხელ იყო ამერიკულ რაღაც სერიალში გოგო მოკლედ იღვიძებს შრი-ლანკაზე მისიით რა, FBR-ს რაღაც აგენტია და ერთადერთხელ ჩავიფიქრე, რომ აუ ნეტა მეთქვი მე ღირსება შრი-ლანკაზე, ოდესმე ეს იყო შრი-ლანკაზე მე რო ვიმოგზაურე, ქართულს ჯერ არ ქონდა ფეხი დადგმული. 1-15 წლის წინ დაახლოებით, ჩემი მეუღლე შემოვიდა. ხო და აი მაშინ წარმოვიდგინე, იმდანად მაშინ არც ვიცოდი ეს თუ ესე ხდება. მე მაშინ მივხვდი რომ ოცნებები ხდება, რატო ზუსტად ამ დღეში მეგობარი მირეკავს და მეუბნება Air Arabia-ს აქცია აქვს ბილეთები შრი-ლანკის მიმართულებაზე. ამას გეუბნებით დაახლოებით 15 წლის წინ. ანუ პირველი ქვეყანა სადაც წახვედი აზიაში იყო ესეთი ეგზოტიკური ქვეყანა იყო შრი-ლანკა. ხო და ირისი თქმა მინდა ამის წარმოდგენა და სამდღეში ვიყიდეთ ბილეთები. აი ხო შეიძლებოდა რაღაც სხვა მიმართულებაზე უავ რამდენი ქვეყანაა მსოფლიოში ხო და რამდენი თუნდაც ეგზოტიკური ქვეყანა და ზუსტად შრი-ლანკაზე აი ესე და მე მივხვდი რომ თურმე ოცნებები ხდება. ანუ ოღონდ რაც მართლა გულით გინდა, რასაც მართლა აი წარმოიდგენ, რასაც მართლა შეიგრძნობ რო შენია, ხო? აი რაც მართლა შენია და არა ეხა ისე რაღაც ჩაციკული, არა ალბათ აი მართლა რაც შემდეგ იყო რაღაც სხვა სურვილებით, რომელიც დაახლოებით ეგრე აიხდინე? იმით რომ წარმოიდგინე და უცებ აღმოჩნდი. იცით, ეს სიმართლე ვთქვა, ესე არ მახსოვს, მაგრამ აი უფრო ბოლო მახსოვს კარგად, აქ რო ვიყავი უკვე აქ როგორც აუღნიშნე აქ მე რაღაც ბიზნესს აკეთებლად არ ჩამოსულა, უბრალოდ მე თან შემოვჭი რომ აქ დაოჯახდი, აქ და რაღაცა მე მშენებლობები, ამბები და ვერ გავაღწიე, თუმცა რა თქმა უნდა გეგმავ მოგზაურობის გაგრძელებას და უბრალოდ აქ ჩამოვა, აქ დავბრუნდები ხოლმე და არა ვთქვა ციუ ქვეყანაში. ანუ შენი სახლი უკვე იქნება ოფიციალური აქ. ხო, იმიტომ რომ ყოველთვის ხონდა ეს პრობლემა ტროპიკებში ზამთარში რომ მოგზაურობდი, ისე თბილისში რომ ბრუნდებოდი ზამთარში, თორე ზაფხულში ჩემ ქვეყანას არაფერს ვერჩი. აი ეს რაღაც ის მომენტი მჭირდა, აუ სად ვბრუნდები, არ მინდოდა და აი ახლა აქ სიხარულით წავალ ეგრევე ვიცი რომ მაგარ ადგილას ბრუნდები. ხო და მანიფესტირებას რაც შეეხება, ოღონდ ესეც არაშეგნებულად სტუმრები რომ ჩამომდიოდნენ, ნემბას ბილ გეიტს აქვს კუნძული, ზანზიბართან ერთ-ერთი კუნძული, ნემბა ქვია ამ კუნძულს, ნუნგვისთან ახლოს 2 საათი მივდივართ ნავით, ულამაზესი ლოკაცია. ნუ ოკეანის იმდენ ფერს ხედავთ, რომ ცისფერის თუ ლურჯის ამდენი ვერსია თუ არსებობს, ვერ აღიქვავ უბრალოდ, აი არარეალური ის არის. ყველას გონია ვიმოუკვდით და 60-ში გავიღვიძეთ რაღაც და აქ რომ მივდიოდით ხოლმე მოკლედ მივდიოდით შეერინგ პატარა ნავებით, ესე იმის კატერის ტიპის პატარა ნავებით. და ყოველთვის იდგა 2-3 ნავი ხის ავტენტური ესეთი გემი აფრებით. აი მაგრად მომწონდა რა და სულ მინდოდა აი აკვე რომ აი ესეთი ნავით უნდა მოვიდე აქ აი სულ მეკეტებოდა და sunset cruise-ებს ასრულებენ კიდე ეს ხის ავტენტური აფრიკული ეს აფრიანი სხვა საუკუნეებში რო ხარ რა აქ არა რაღაც ნდირული იახტაზე საუბარი ეს არის აი მართლა აფრიკული რაღაცა სხვა საუკუნეების ავთენტური გემი. სულ მინდოდა და ნუ ისე წარმოვიდგინე რომ ნოემბერში ავიხდინე სურვილი და ეს გემი შევიძინე მოკლედ და ქართული დროშაც ავაფრიალეთ და გეპატიჟებით დღეს იქ. მე გროდის ნახავ. რამდენი წლის იყავი, როცა ეს ნაბიჯი გადადგი? აქ ჩამოსვლის? ანუ 38-ის, 17-ის ესე. რატო გითხე, იცი? აი 30 წლის მერე საქართველოში რომ ქალებზე რომ იძახიან რომ მორჩა შენი ცხოვრება დასრულდა. ვერ გათხოვდი უშვილო ხარ, მეც 32 წლის ვარ და ხშირად მსმენია რომ ეხლა ასაპირებ ხო? უკვე დაბერდი, დროა პატრონს ჩაბარდე და ასე შემდეგ. საერთოდ მე მგონი ადამიანი და არა მარტო ქალი, კაციც ჭკვიანდება და უფრო იცი უკვე ზუსტად რა გინდა 30-დან. და უფრო იცი და უფრო აფასებ მე აი უფრო ფილტრავ ისეთ ხალხს, ვინც ცოტა ნეგატიურად მოქმედებს, ისეთ საქმეს, რაც ნეგატიურად მოქმედებს და უკვე აკეთებ იმას, აი მე ხლა ვიტყვი, რომ ფაქტიურად რაც აქ ჩამოვედი, ერთი დღე არ მიმუშავია. ეს აღარ მახსოვს რომელი ცნობილი იმის გამოთქმა იყო და რატო? იმიტომ რომ ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. თუნდაც ის ბუღალტერია და ჩემი ოფისი მაგრად მიყვარს, არც ერთი წამი არ ვფიქრობ მათ შეველიო. მენატრება ხოლმე და ბევრი სტუმარი რომ ყავს რომ ისევ ჩემს საქმეს მიუბრუნდე. აქაურობა იმდენად მიყვარს, რომ სტუმარს ყოველ კუთხე კუნჭულს ვანახებ მთელი გულით და სულ მეხალისება რომ ეს გავაკეთო, ანუ არასდროს არ ვაკეთებ ამას რაღაც აი ტურისტულ ჯგუფებს რო აგზავნიან და გალოჭკის დასმის მიზნით რაღაცა დაივლიან ადგილებს, ესე არა. გულით რომ იყოს ამინდიც კარგი მიქცევაც, ისე მოქცევაც ესე შესაბამისად, ანუ იმდენად მიყვარს ჩემი საქმე რომ
სწორედ 30-ის მერე გავუგე ამ ყველაფერს ის რომ უნდა აკეთო მართლა ის რაც გიყვარს და ყველაფერი კარგად. ასე რომ ქალებო, გოგოებო, ყველაფერი ეხლა იწყება, არ მოусმინოთ ამ სტერეოტიპულ რაღაცებს, რომ უკვე დავბერდით, რას ლაპარაკობთ. მოდი გადავიდეთ. ერთი წამი. ასე რა ნახავ აბა როგორი გამოდის, ხო? ის როგორ გადადის და მე გავაფრთხილებ. ნათი. ძალიან გვიყვარს ჩვენ ადამიანებს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი და შენთან განსაკუთრებით ვერ ავწდებით, იმიტომ რომ შენი უსიმპათიურესი მეუღლე ახლახას ჩაიარა. მოგვიყევი, ჩამოსვლიდან რამდენ ხანში გაიცანი, თუ იყო მისი გაცნობა შენი აქ დარჩენის მთავარი მოტივი? როგორ მოხდა ყველაფერი? მთავარი არა, მაგრამ ერთ-ერთი მოტივი რა თქმა უნდა იყო მეუღლე. აი 30 წელს რაც შეეხება და დავბერდი თემას, რაც შეეხება, აი ეხლა შევეხები მაგ თემას. აი ჩემი ოცნების ადამიანი, თუ აი არ ვიცი, ამ ადამიანში ეს არ არის მარტო მეუღლე, ეს არის აი ცალკე პოსტი მაქვს კიდევაც მისაწვნელი ამ ადამიანზე, ეს არის ადამიანის სიმყუდროვე, ადამიანი კედელი, ადამიანი აი დავეყრდნობი 1000%-ით, აი დღესაც ვახსენე, მოდის სტუმარი რო ჩაწერა, ნუ დაბზრიალ და მიაწკრა რაღაც ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მგონია რომ აი 30 წლიდან სწორედ საქართველოში მაგ საკითხზე ხელი მქონდა ჩაქნეული. რომ მეგონა რომ ეს ჩვენ რაც ვეძებთ, ეს მხოლოდ პრინცები და ფილმებში და ზღაპრებშია. ტიპოვე ჩემი პრინცი რეალური. საოცარი სრულიად. ნუ აი ესა და ამ ადამიანზე და ზოგადად მოაქაურებზე და ამაზეც აი ძალიან დიდხანს შემიძლია ვისაუბრო. ელემენტარული ხილს არ დაგიჭრის ისე რომ გული არ იყოს, გულის ფორმა არ ქონდეს მიცემული, ან აი ძალიან ყურადღებიანი, უთბილესი. რა თქმა უნდა. ეს არის შენი მეუღლე? ჩემი მეუღლე არის 30-ის. რა კარგია რომ დიდარი არ ხარ, თორე იფიქრებდნენ რომ ფულის გავა შეიძლება გაყვეს ახლა. აი ამ სტერეოტიპს ანუ არ ვიცოდი ხომ მეკითხა თუ არა შენთვის, მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩემთვისაც არ არის უცხო იყოს age gap-ი ურთიერთობაში. ანუ ასე კი სხვაობას გულისხმობ. ხო და ვუთხრათ ადამიანებს, რომ ასე კი არ არის მნიშვნელოვანი ხო ურთიერთობებში. თავარი ორი ადამიანი იყოს ერთ ტალღაზე. იმდენად ჩემი ტალღის ტიპაჟი ვიპოვე, ჯერ ორივეს გვაფანატებს მოცეკვავეც არის პარალელურად აფროცეკვები და ის და აი მიზი და ანუ კოკობელო აქ აფროკლუბია ცნობილი ზანზიბარში იქ გავიცანი და თავიდან ცოტა არასერიოზულადაც აღვიქვი, იმიტომ რომ მეგონა ნუ გრიმში რაღაც სასაცილო ისე და უფრო სიმაღლე მიზი და 2.10-ია თუ რაღაც არ ვიცი, ხო და მაგრამ თავიდან ძალიან ისე აღვიქვი, მაგრამ მე რო ნახე ეს და თავის მეგობარი საქმეში ესე ინსტურებს ნავით აკეთებდნენ და რამდენს შრომობენ და არ ყოფილა მარტო ეს ვიზუალი და ასე შემდეგ. მერე მივხვდით, რომ ძალიან ერთ ალღაზე ვართ და საერთოდ არ აქვს მაგ კუთხით ნამდვილად ასაკს მნიშვნელობა, იმიტომ რომ შეიძლება 20 წლის ბებერიც იყოს, ასე ვთქვათ, მორალურად და გონებრივად უკვე დაბერებული და 60 წლის ახალგაზრდა სიტყვაზე ნუ მე არ ვარ 60-ის, მაგრამ ანუ რას ვამთავარია საერთო ინტერესები და ურთიერთგაგება, რა თქმა უნდა, ამაზე არც არასდროს მქონია ის არც ამაზე სხვათა შორის 30-მდეც არ მქონია ის, რომ აი ასაკით დიდიც მომწონებია ჩემზე, ბევრად დიდი ანუ რამდენად უგებთ ერთმანეთს, თორე ანუ ასაკობრივმა სხვაობებმა, კულტურულმა შოკებმა არ უნდა შეაჩეროს სიყვარული, ხო? რა თქმა უნდა. როგორი ანუ ურთიერთობაში კაცის და ქალის ურთიერთობაში რა სხვაობას შეხვდი, ისეც რასაც საქართველოში არ გამგაგაკვირვა, როგორმა მიდგომამ სხვათა შორის გამაკვირვა უფრო იმან, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, ესენი ხო ნუ მეუღლე მუსულმანია. ერთადერთი რაც მე ნუ რამადანში ვერ ვემთხოვით ავწდით და თხოვა შეძლებო წყალი არ დალიო დღის განმავლობაში მე ვთხარი ამ სიცხეში საჭმელი შემიძლია არ ჩამო მაგრამ წყალი და ყავა ვერ მოგარკვი. ვიცი ამ სიცხეში წყალსაც არ სვავენ? სხვათა შორის და ჩემი სტუმრები გადაირიდნენ აი მემბას ტურზე ეს სტაფი წამოვიდა კაცები წარმოიდგინე გემზე გიმბელზადებენ გიხრაკავენ რვაფეხებს თევზეულს ტუნეულის წვადები ჩახუხბილი ჩახრაკული ესეთი ვერსია და ეს საწყალი ხალხი შრომობს ნუ ჩემ ვოლზე კიდევ ეს ვიდეოები მზის ქვეშ და მთელი დღე მზის ჩასვლამდე არ სვავენ პრინციპულად წყალს და არ ჭამეს ერთი უკმა თან ჩვენ ქართველებს ხო სხვათა შორის ევროპელები რომ მიდიან ამ ტურზე ის რო არ ჭამს დიდათ არც ედარდებათ არც თავაზობენ მაგრამ ქართველები ხო იცი უნდა დაუპატიჟოთ ჩვენთან ერთად და სტუმრები გაგიჟდნენ რას ქვია ჩვენ უნდა ვჭამოთ და ამათ გვიყურონ და უხერხულში ვართ და რაღაც და მართლა აი ესეთი მზის ქვეშ შრომა რო წყალი არ დალიო ნუ კაია აი თქვა საჭმელი რაღაც მზის ჩასვლამდე არა ნუ ერთი აქ ავწდით რამადანის თვეში თორე დანარჩენი პირიქით ტრადიციები მშობლის პატივისცემა ძალიან გავს. უბრალოდ აქ კიდე ჯერ
ქალი უფრო ქალობს და კაცი კაცობს. ანუ ქალი გრძნობ ქალად თავს, რაც ბოლოს საქართველოში ცოტა მავიწყდებოდა ხშირად, რომ მდედრობით ისქეს იმდენად ან მამაკაცური რაღაცის მიწევდა ხან რემონტები ხანის, რომ აქაც ახლა რაღაც რო აქტიურობ, მეუღლე ესე მიმწევს ხოლმე, შენ დაწყმარდი, დაიძინე, დაისვენე, ჩვენ მივხედავთ, ანუ. ანუ შენი ფემინური მხარე დავთვლი, რომ ეს ძალიან ბევრი მამაკაცია დამოკიდებული, რომ ქალად დარჩე. და გავიწყდეს, რომ ქალი ხარ. ხო, ეს სახლი ერთად ააშენეთ, ეხლა პროცესში ხართ ხო, როგორც ხედავ, ჯერ ხო, ანუ საფლიკები დავასრულეთ, სამზარეულო, ახლა გარე სივრცის მოწყობაზე ვართ, აუზი გვინდა რაღაც ბაღი გავამწვანოთ, გვინდა, თუმცა ეს ტროპიკული ქვეყანა ერთი წელია წვიმა ვერ გვეღირს და ნორმალური გადავხმით. შესაბამისად, ცოტა ვერ ბზვით ამ კლიმატს. ხო და ეს ერთად ფუსფუსებთ, მაგრამ ძირითადი მამაკაცური ნაწილი ხშირად სხვათა შორის საჭმელების სადებაზე ვერ გიждდებოდი ვერასდროს და ნუ ისე ამზადებს და ფუსფუსებს რომ რა ვიცი აი ცხენია ხოლმე ხარ კარგია რომ ეგრეა. აპირებ რომ შვილები ყავდეთ თუ უბრალოდ child free ცხოვრებას გეგმავ? არ გეგმავთ child free-ს, კაპუჩინოს, რა ვიცი, გვაქვს სურვილი და როგორც ინებებს მისი ღმერთი და ჩემი ღმერთი იმის მიხედვით. როგორც იქნება. რა მაგარი, ანუ არც ღმერთები, არც კულტურა, სიყვარულს ვერაფერი ვერ ებრძვის. მუსიკა ვერც აჩერებს. დღეს კიდე გახდებით ამის მომსწრე. მოდი ცოტათი დავათვალიერებინოთ შენი სახლი და სიტყვი. აი ეს გარეხედი კი შეგვიძლია. ჩემი ბანანები. ჩემი კუსკუსი აფრიკულ დიზაინზე შექმნილი სახლუკა თავის მაკუტის სახურავით, რომელიც არის ბუნებრივი კონდიციონერი, ერთი მეორე ეს უმრებისთვის, მე სადაც ცხოვრობ, ეხლა სპიკერი გველოდება გემისთვის. იქითაც ბანანები და ეს თავარი ჩემი ღია სამზარეულო, რომელიც სულ მქონდა ოცნება, თბილისში არ მიყვარდა დახურულ სამზარეულოში. ფუსფუსი და საჭმლის სუნი და ავიხდინა ეს აფრიკული ის მოკლედ. სამზარეულო ღია შევიქმენით, ქოქოსი ცნელნელა იზრდება, ნუ ეზოს მოვაწესრიგებთ, აუზი გვინდა გეგმაში გვაქვს და გადავინაცვლოთ მალე ჩემს გემუკასთანაც, სადაც ქართული დროშა ავაფრიალეთ. აწუნოს უკან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ხდება ესეთი ამბავი. წელიწადში ერთხელ ალაგებენ ამას მართლა ნათი? აი ეს მისმოლაყვენით სამიტალიაში ჩვენ ვეწაჩავეთ, ხელმეკებზე მოთ არის სასტუმრო ისინი, სასტუმროები, გესტჰაუსები ამბები და დაუწყეთ რომ ეს ქუჩა არის ხო რა? თვითონ ყრია თავიანთი გავსაკეთ. ეზო აღჭათ. ის აფრიკაური ცოქელია და რა კაცო აფრიკა. მოკალები. So beautiful, Salamazia. Jumbo. Hi. Filmაკეთს სამოძინები და სამყაურები. გალერეა, სიტადიცაც ასე ყველაფერი. ამას აქ ხატავენ მართლა? კი, როგორ ხატავენ? Jumbo. Hi. Jumbo. Hello, how are you? Good. Yes, I saw your boat. Yeah, we're going now for sunset. I saw it. I said, oh, no. Yeah. You don't drink? Yes. Not today. როგორც ინოს. Number 11 is here. Okay. Morning. We're going to Mambo, Hi, Jumbo. Where from? Georgia. Jumbo. Hi. How are you? Mambo, my Jai. Jumbo. Hakuna Matata. აბა ნახოთ მოვი. ნათი ახლა მივდივართ შენავზე. ეს არის ხო თუ თამაშა შოუ? თამაშა დო ანუ ხის ეს ნავი იგულისხმება დოუში. Okay, თამაშა რას ნიშნავს? ნიშნავს რა ჩვენი სიტყვა ესეც არაბების ქვეშ იქას და პრობლემის ქვეშ. იქას თამაში, ანუ enjoy გარკვეულ რა მაგარი. ასე რომ welcome თამაშა ნავი. Hi. ნათია მამა მიყვანა ნავზე და ეხლა წავიდა რომ მოიყვანოს სხვა სტუმრები.
ძალიან მაგარია, სადაც შეხვდები ქართულ ადამიანთან, როცა შეხვდები და ესე მაგრად რო ხვდები ხოლმე. ადამიანები არის ყველაფერი, აბსოლუტურად. ჩამოვედით, ვიყავით ამ თვარსკვლავიან სასტუმროში. ქონდა რაღაც ტურები და ნათიეს გაცნობის შემდეგ თითქოს აი სხვა ზანზიბარს ხედავ, ადამიანებს სხვანაირად ხედავ, ადგილებს ხედავ სხვანაირად. ადამიანები არიან ყველაფერი ადამიანებისთვის. ადგილები, ძვირფასი რაღაცები, ყველაფერი ხდება, ყველაფერი კარგავს ღირებულებას იქ, სადაც არ არიან ადამიანები და მე ძალიან მიყვარხართ თქვენ, ჩემო ადამიანებო. და ვარ უბედნიერესი, რომ გავიცანინეთი ასეთი მხიარული, ლაღი ადამიანი. გიგზავნით დიდ სიყვარულს აფრიკიდან. შენი რა ხდება ეხლა? ნებიც არის აქ დადია. ხალხობებით არ დგანან, დაიღალნენ ის ბიჭები 15 წუთი იდგნენ, წავიდნენ, რამდენი უნდა ელოდონ ახლა. ჩვენი თანამოძმეები იგვიანებენ. ქართულად. ნათი, სანამ მოვლენ ჩვენი ქართველი მეგობრები, გვითხარი ორი სტუქით ამ დროშაზე, რა შეგდება იყო რომ აფრიალე? სხვათა შორის ნავი ყავს დაახლოებით ნოემბრიდან და ძალიან მინდოდა ქართული დროშა და სულ მავიწყდებოდა სტუმრებისთვის მიუხედავად უწყვეტად ჩამოდიოდნენ ქართველები თქმა და იანვარს ყავდნენ სტუმრად ბატონი წამყვანი გიორგი მოსიძე და მან გადმომცა ეს დროშა პირადად და შემდეგ მისი წასვლის მერე ეგრევე კიდე სხვა უსაყვარლესი ქართველი სტუმრები მყავდნენ ქუთაისიდან, ბაკური, თავის მეგობრებით და მე მათაც ჩამომიტანეს დროშა და ეხლა მონაცვლეობით მოკლედ ვაფრიალებთ და რა თქმა უნდა ძალიან ამაყი ვარ, იმიტომ რომ ხშირად ესე სანაპიროზე რო ვდგავართ და ტურს ვამზადებთ, ერთხელ უკრაინელმა ქალმა გაგვიარა, გაგიმარჯოთ, ეგრევე დროშით მიხვდა რომ ანუ ქართველები ვართ და აქეთ და მოკლედ ესეთ აი გვერდდებიან კიდე. ქართველი დაგვიანებული სტუმრები. Asa hii na hii hapo kuna tofauti gani? Tafuta hii, futa hii. Hii tofauti tunavuta hii hapa. Kula kwa mujibu wake anairegeza hii kubwa ili nyie mpate mpesa. ხუზეც გაიშალა. ნათი მოვიდნენ შენი სტუმრები ხო? კი ბატონო მოვიდნენ. ჩვენი მიკროფონი. ჩვენი მიკროფონი დააფიქსირეთ. ძალიან მაგარია. აფრიკაში რაღაც ხო უნდა ვიყოთ აფრიკულად, აბა. აბა როგორ მოგწონთ გოგოებო ზანზიბარი? აუ საოცარია ზანზიბარი, კიდე დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი. გამოუცა აფრიკამ და აფრიკელმა ხალხმა. რამ გაგაუცა ყველაზე მეტად? ამათმა სტუმარს მასპინძლობამ და მზრუნველობამ, კეთილშობილებამ, შვიდი ხალხი სიყვარულმა მოკლია საქართველოს თვითონ სიყვარული. ნამდვილად და რო არა ნათია ჩვენ ესე ვერ შევიგრძნობდით ზანზიბარს ქართული დროშა რო სასტუმროში რა თქმა უნდა მადლობა. Ai! ამ სიყვარულით სამსე ნოტაზე დაგემშვიდობებით.